უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა. დღეს სამშაბათი საღამოა და ჩვენ ტრადიციულად ყოველ სამშაბათს საღამოს საუბრობთ თეატრზე და არაფერზე თეატრის გარდა. გასული კვირის პარასკევ დღეს აღინიშნა დიდი ქართველი მსახიობის 110 წლის იუბილე სერგო ზაქარიაძის და ჩვენ როდესაც დღეს გაუფასურებულია სიტყვა, როდესაც ვამბობ დიდი გენიალური გამორჩეული რაღაცა ხაზმოსილი თუკი ვინმეზე ქართულ თეატრში ალბათ ერთ ხელზე ჩამოსაცვლელ პერსონაჟთაგან შეიძლება ეს ეპიტეტები გამოვიყენოთ, ერთ-ერთი დასაკვირველია გახლავთ ბატონი სერგო ზაქარიაძე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა, რითიც ყოველთვის ღარიბი იყო ქართული თეატრი, მისი ჩანაწერების სამტომეული გამოიცა. მემუარებს ყოველთვის სუბიექტური მნიშვნელობა აქვს ხოლმე, როდესაც ჩვენ ვაფასებთ მერე უკვე წლების შემდეგ მოვლენებს, რომლებშიც მოღვაწეობდნენ ისინი და რომლებიც თანამონაწილეებიც იყვნენ ეს ადამიანები და ძალიან იშვიათთაგან შეძლო, რომ შეიძლება ობიექტურად და საკუთარი ინტერესების არ გათვალისწინებით აესახა მოვლენები და სწორედ ასეთი ჩანაწერები დაგვიტოვა სერგო ზაქარიაძემ, რომელიც ძალიან რთულად თავმოსაბმელი იყო, იმიტომ რომ იქ იყო ძალიან ბევრი სკულპტურული დეტალები, რომლებიც ალბათ დღეს უკვე მათი ხსენება არ შეიძლებოდა გარკვეული მოვლენების გამო, ძალიან ბევრი დეტალები, რომელიც გამქრალი იყო დასაკავშირებელი და მოკლედ ურთულესი მრავალწლიანი შრომა გაწია არტისტის შვილიშვილმა ქალბატონმა ნინო ზაქარიაძემ ამ ყველაფერს მოუყარა თავი. მე ვერც კი წარმომედგინა თუ წიგნზე შეიძლებოდა ესეთი რუდუნებით მუშაობა, იმიტომ რომ როდესაც ვნახე კომპიუტერული ექსელის ფაილები ნინოს ჩანაწერებისა, როგორ მათემატიკური სიზუსტით ჰქონდა აწყობილი ეს ყველაფერი და როგორ ლოგიკურად იყო გადასვლა ერთი სიუჟეტიდან მეორეზე, ერთი პასაჟიდან მეორეზე, ამ ყველაფერმა გაოცება გამოიწვია ჩემთვის როგორც თეატრმცოდნისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წიგნით მე ვფიქრობ გადაიხედება ბევრი მნიშვნელოვანი პერიოდი ქართულ თეატრში, იმიტომ რომ ჩვენ სულაც ხანაირად ვასწავლეთ კონკრეტულ მოვლენებს და ამ წიგნმა დაადასტურა, რომ ეს ასე არ იყო დამოკიდებულებები, ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის ასახულია თეატრალურ პროცესზე და შემოქმედებით პროცესს თეატრალურ რეალობაში სამწუხაროდ და ზოგ შემთხვევაში საბედნიეროთაც განსაზღვრავს პირადი ურთიერთობები, რის შედეგადაც იქმნება თეატრი, რომელიც სინთეზური ხელოვნებაა და ერთი ადამიანის ქმედებაზე არ არის დამოკიდებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონ ნინო ზაქარიაძე გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე ასევე ძალიან მიხარია, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული არტისტი ქალბატონი ნინო კასრაძე არის ჩვენთან სტუმრად, რომელსაც ყოველთვის ყველაზე ზუსტად ესმის რა არის მნიშვნელოვანი, რისი პოპულარიზაცია და ისეთ ღონისძიებებში იღებს ის მონაწილეობას. მე ახლა უცებ ფრანსუა ტრუფოს გამახსენდა, რომელიც ჩვენი საზოგადოებისათვის გაკეთილშობილებას და სამოქალაქო პასუხისგებლობის ამაღლებას შეუწყობს ხელს, რაც უპირველესად თეატრის ვალდებულებას და ვალიც არის. ქალბატონი ნინო, პირველ შეკითხვას ზაქარიაძეს მიმართავ, თქვენ დაგისვათ, აი როგორ ამდენი ხნის განმავლობაში თქვენ არ ქონდათ დანახე ეს ჩანაწერები, თუ იყო და აი ემზადებოდით, რომ რაღაცა დრო გასულიყო და გამოგეცა? საღამო მშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თუნებას მომცემთ, ერთ პატარა განცხადებას გავაკეთებ, რადგან მომეცა შესაძლებლობა ეთერში ყოფნის, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენის ნებართვით, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მსმენელმა, ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების სახელით მინდა ყველას მიუსამძიმრო კონსტანტინე ვარდელის გარდაცვალება. მეცამდე დიდი დანაკლისია მუსიკალური საზოგადოებისათვის და იმ კვარტეტისათვის, რომელიც ესეთ მნიშვნელოვანი. დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს სიმებიან კვარტეტს, საქართველოს საუნჯეს, ამას მე ვამბობ ყოველგვარი პათოსის გარეშე. იმ დიდი ბედნიერებისთვის და სიხარულისთვის, რაც განგვიცდია მათი შემოქმედებით, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, არ აქვს მნიშვნელობა რა სახით და ძალიან ბევრ სამაგალითო საქმეს ვნახავთ, იმიტომ რომ ეს ჯგუფი არის მაგალითი არა მარტო ტალანტის და პროფესიონალიზმის, არამედ
ასევე შრომის დახვეწილი კულტურის, პასუხისმგებლობის, მოქალაქეობის, ვაჟკაცობის და ღირსების. დიდი მადლობა. ახლა კი გავაგრძელოთ საუბარი და თვითონ ბრძანოთ, აი როგორ აღმოაჩენეთ ეს ჩანაწერები და როგორ გადაწყდა რომ გამოგეცათ. ჩანაწერები იდო სერგოს კარადაში, როცა მე ვიყავი პატარა, 13 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა, 13 აპრილს 71 წლის. იდო ყოველთვის ერთ ადგილას რამდენიმე რვეული და არავინ იმას არ ეკარებოდა. შემდეგ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემმა ბებიამ მერი ქორელმა ჩააბარა საქართველოს თეატრისა და კინოს მუზეუმში, არქივში ეს ჩანაწერები და მე ბევრი რამ მოხდა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა საქართველოში. ჩვენც პატარები ვიყავით, ახალგაზრდები, არ ქონდა ამის პასუხისმგებლობა. არის ოჯახები, იცით, მინდა გითხრათ, ვინც ადრეულ ასაკშივე პასუხისმგებლობით მოეკიდა წინაპრების განატოვარს. ჩვენზე ამას ვერ ვიტყვი, რადგან ისე გავიდა დრო, ჩემი მამა სხვა სპეციალობის არის, მეც, ჩემი და არის მსახიობი, მაგრამ ხო იცით, ახლა ბევრი ცვლილება იყო ჩვენს ქვეყანაში და რატომღაც ჩვენ და ამარცხვინოთ თუ როგორც არის, ამას სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ და 2007 წელს, როდესაც სერგოს 100 წლის თავი იყო, ჩემმა მამამ, რომელიც არ ცხოვრობდა საქართველოში, მითხრა, რომ ამ საქმით დავკავებულიყავი, რომ რაღაც გაკეთებულიყო სახელმწიფოს მხრიდან ჩემი ბაბუისთვის. მაშინ როგორ გითხრათ, მაგ დროისთვის შევეცადე, რომ წამეკითხა სერგოს დღიურები, რომლებმაც ძალიან დამაინტერესა. იყო ესეთი ინიციატივა, რომ პატა ბურჭულაძეს უნდა გაეკეთებინა საღამო სერგოსთან დაკავშირებით. რაღაც აირია და ეს არ გამოვიდა, მაგრამ პატას ასისტენტის თეონა ჯორბენაძის დახმარებით ეს დღიურები გამოვიტანე მუზეუმიდან და აკრეფილი უკვე ტექსტი და წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ იყო რაღაცა უამრავი ფაქტი, ამბავი, ძალიან საინტერესო დატვირთული ემოცი, მაგრამ ვერც კი წარმომედგინა ეს რანაირად შეიძლება ამისთვის თავი მომეყარა. და მიუხედავად იმისა, რომ ეს საღამო ჩაიშალა, დავიწყე ამ ღიურების კითხვა და რაღაცნაირად შევდექი მათ კლასიფიკაციას. მე ხო მოკლე ისტორიას გეტყვით არ დაკლით, რომელიც დაწყებისთანავე მეჩვენა, რომ არის შეუძლებელი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ რაღაც დავალება ვიგზენი თითქოს თვითონ ნაწერმა მაგძნობინა, რომ რაღაცა დავალება გაჩნდა. დავალება გაჩნდა ჩემი ოჯახის წინაშე თუ ჩემს რაღაც ამოცანა დადგა. 2009 წელში დამირეკეს კულტურის სამინისტროდან მაშინდელი მინისტრის ნიკა რურუას დავალებით, რომ რაღაცა გამეკეთებინა სერგოს 100 წლის თავისთვის, იმიტომ რომ ენციკლოპედიაში 2009 წელი წერია. მაშინ ჩვენ მოკლე შეხვედრა გქონდა და ვუთხარი, რომ სინამდვილეში 2007-ია, რომ რაღაც მაქვს უკვე წაკითხული და ეს შეხვედრის რა გადაიდო და მოკლედ 2011 წელს უკვე გამომიძახეს სპეციალურ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც შევხვდი სამინისტროში გიორგი კალანდიას, მუზეუმის დირექტორს, რომელმაც მითხრა, რომ გარდა ამ დღიურებისა არის კიდევ ძალიან დიდი რაოდენობით ჩანაწერები, მისი ესეები და რაღაცა პატარა ჩანახატები, ასე ვთქვათ, რომელიც 70 საქაღალდე არის. და მაშინ დაიგეგმა ამ პროექტის შესრულება, გამოიყო ამისთვის რაღაცა გარკვეული თანხა და მოგვცეს დრო 3 თვე. ამ 3 თვეში გიორგი კალანდია უწყვეტად მაწვდიდა მასალას, რომელიც იყო უკვე არა დღიურები, არამედ ესეები და ეს მასალა მოდიოდა, მინდა გითხრათ, ჩანჩქერივით. და ეს ესეები იყო ზოგი დაუმთავრებელი, ზოგი იყო 2 ვარიანტი, ზოგი იყო რაღაცა ნაგლეჯები უბის წიგნაკში ჩანაწერები. მინდა ვთქვა, რომ სერგო იყო ძალიან ორგანიზებული ადამიანი და ეს ნახე მის ნაწერებშიც,
იმიტომ რომ ჩანაწერები არის აი ინჟინერის კალიგრაფია აქვს საოცარი და საოცარი ორგანიზაცია აქვს ამ ჩანაწერებს. მე ამ დღიურებს გულისხმობ პირველ რიგში Word-ის შესაძლებლობები აქვს, თანამედროვე Word-ის შესაძლებლობები აქვს შექმნილი ხელით ჩანაწერებში. დღიურები იყო ქრონოლოგიური, მოწესრიგებული, უკიდურესად, მაგრამ ესეები იყო ზოგი დაუმთავრებელი, ზოგი გაბნეული, ზოგი უსათაურო და იყო უბისწიგნაკები ძალიან დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ახლა გადაღებაზე, რეპეტიციაზე და სხვადასხვა ადგილებში შეუძლებელია რვეულების ტარება და საოცარი ის არის, რომ ეს ჩანაწერები უწყვეტად წერდა, როცა წერდა ეტყობა, იმიტომ რომ იწყება ვთქვათ ერთი ფერის მელნით, ეტყობა ის მელანი ილევა, გადადის მეორე ფერზე, მერე მესამეზე, მერე ისილევა, მერე ფანქარი და აი ესეთი უწყვეტი ჩანაწერები სხვადასხვა წიგნაკებში აკრეფილი უკვე ციფრულად, ციფრული სახით გიორგი კალანდიასგან, მისი მუზეუმის თანამშრომლებისგან მომდიოდა უწყვეტ ნაკადად. მინდა გითხრათ, რომ ისეთი შეგრძნება მქონდა 2011 წელს, რომ რაღაცა ზღვაში ვიყავი ჩავარდნილი და ვიხრჩობოდი, იმიტომ რომ თან მოქმედებდა ეს ძალიან და თან არანაირი მიმართულება არ იყო, რომელსაც გამოვეჭიდებოდი და რაღაცას შევუდგებოდი. ეს ვთილობდი ამის წაკითხვას, ჩემთან ერთად მუშაობდა რეგულარულად ორის რედაქტორი, კითხულობდნენ ჩემთან ერთად მასალას, ქალბატონი ნინო ნატროშვილი და ანანო მირიანაშვილი, ანანა გეგეჭკორიც იყო რამდენჯერმე ამაში მიიღო მონაწილეობა, მე რაღაც საღამო გააკეთა ძალიან სასიამოვნო ზესტაფონში, მაგრამ ორჯერ გავაგრძელე ვადა მუშაობის და ბოლოს რომ მივხვდი, რომ ეს არის შეუძლებელი რამის გაკეთება, მივედი და ხოვე მინისტრს, რომ პროექტი შეეწყვიტა. ამ ორ ჩვენს რედაქტორებს რაღაცა მცირე ავანსი გადაუხადეს და პროექტი შეწყდა ჩემი თხოვნით და დიდი მადლობელი ვარ იმისთვის, რომ მომცეს საშუალება ამ პროექტის შეწყვეტის, იმიტომ რომ ამ მთელი მასალის ჩაყრა და მიტანა გამომცემლობაში იქნებოდა საცოდაობა. მე დავრჩი მარტო და შეუდექი რაღაცა სხვადასხვა წესით ამის კლასიფიკაციას და ბოლოს მივხვდი, რომ უნდა მიმეტოვებინა სამუშაო დროებით და მოხდა ისე, რომ 3 წელიწად ნახევარი დავანებე ჩემს საქმეს თავი სრულებით, გამოვეთიშე ყველანაირ პროექტს, ყველანაირ ჩემს კვლევას და მარტო ეს იყო ამოცანა, რომელიც უნდა გაეკეთებინა მავანს, ვინმე ერთ ადამიანს. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, ერთზე მეტი ადამიანის შემთხვევაში ამ ორს ან მეც უნდა ეაზროვნათ და ემოქმედათ სინქრონულად, რაც ტექნიკურად ძალიან ძნელი წარმოსადგენ. და ვინაიდან ეს შემთხვევათა გამო ეს მოხდა პირველად ჩემს ხელში, ამიტომ მე მივხვდი, რომ ეს უნდა გაეკეთებინა მარტო ერთ ადამიანს და შევეცადე კლასიფიკაციის რამდენიმე გზა მეპოვა, ქრონოლოგიური, თემატური, შემდეგ ისევ ქრონოლოგიური, ისევ თემატური და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ პირველი რაც მივხვდის არ ვიტყვი, იმიტომ რომ ბატონ ვანიკო ჯაფარიძესთანაც გადაცემაში მე ვთქვი, რომ ყველა ხას უსვამს, რომ ეს არის ჩემი ნამუშევარი. კიდევ მინდა გავიმეორო და აქ არ არის არანაირი მორცხვობა ამის საფუძველი. ეს არის სერგოს ნამუშევარი და ამ მასალამ თავისთავად დაალაგა ისე, როგორც მის ავტორს უნდოდა. აქ არანაირი ჩემი ინტერპრეტაცია ან ჩემი ფანტაზია არაფერ შუაშია, უბრალოდ ძალიან ბევრი მრავალჯერადი დაკვირვების შედეგად თვითონ ეს ნაწილები კარნახობდნენ, რომელი სად უნდა წასულიყო.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი იცით რა შეასაქმე, აი დღიურები მიდის ქრონოლოგიურად 38 წელს იწყება, მერე არის დიდი პაუზა, 44 წელს არის განახლებული, შესაძლოა მაგ ინტერვალში ან გაანადგურა, ან არ წერდა, ეს არავინ არ იცის, 44 წლიდან 56 წლამდე ისე მიდის რეგულარულად და შემდეგ არის პერიოდული ჩანაწერები, სადღაც 69 წელს არის ბოლო, მაგრამ არის ესეები კიდევ. და თითქოს თავიდან მეგონა რომ დღიურები ცალკე იქნება, ესეები ცალკე, მაგრამ აი ამ ყველაფრის კითხვის დროს ხვდებოდი რომ ეს ესეები რაღაცა ფაქტებმა განაპირობა, რაღაცა მოვლენებმა განაპირობა, რაღაცა ფიქრებმა მისმა და ამან დიდ ბოდიშს გიხდით. ამან როგორ გითხრათ, მიმახვედრა რომ ეს ესე უნდა ჩამჯდარიყო იქ, სადაც შესაძლოა მას ისე ფიქრა და ეს შესაძლოა ჩემ თავს ვერ მივანდე, გულახდილად გეტყვით, ეს შესაძლოა ეს შესაძლებელი ვარიანტები თვითონ ტექსტმა მიკარნახა, თვითონ ესე მიპოვა თავის ადგილი დღიურში. მე არაფერი არ შემიცვლია, ამას ვამბობ გულახდილად, ერთადერთი ესეები განვალაგეთ ღიურებში ისე, როგორც ღიური ითხოვდა ამას და ხანდახან საოცრება ის იყო, რომ გამოთქმებიც კი ემთხვეოდა ერთმანეთს. იმდენად ორგანული იყო ეს ესე ამ ღიურებთან დაკავშირებით. ესე შორის, ასე რომ აქ არ არის არანაირი ჩემი ინტერპრეტაცია, არანაირი ჩემი ფანტაზია, იქ საწერია რომ მე ვარ კონცეფციის ავტორი, მაგრამ კონცეფცია იმას არ ნიშნავს, რომ კონცეფცია არის ჩემი. წერია კონცეფციის მპოვნელი ვარ, შეიძლება ასე ითქვას, გულდასმით მასალის კითხვის შედეგად. აი ეს არის მხოლოდ. რაც შეეხება გვარებს, ბოდიშიც სიტყვა ცოტა გამიგრძელდა. რაც შეეხება გვარებს, მინდა გითხრათ, რომ თუ რამე პრობლემა ყოფილა სერგოს ცხოვრებაში და ყოფილა ბევრი გულის ტკივილის შეხვედრია, ბევრი დარდი. სერგო არ არის ერთადერთი, ვისაც შეხვედრია გულის ტკივილი და დარდი, მაგრამ მას შეხვდა ძალიან ბევრი თავისი პროფესიონალიზმის გამო. ამით შეიძლება გამოვარჩიოთ მისი დარდი ხვების დარდისგან და ძალიან დიდი დარტყმები შეხვდა მისი პროფესიონალიზმის და შრომის მოყვარეობის გამო. ის ტკივილი, რაც მან მიიღო სხვადასხვა ადამიანებისგან, თავის დიდ სულოვნებით შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით მოგახსენოთ, რომ არასდროს ამით თუდად არ უსარგებლია ვინმე ცუდი დამოკიდებულებით მისადმი. ეს იყო ადამიანი, რომელსაც არ ახასიათებდა არანაირი შურისძიების სურვილი და საერთოდ შურის შეგრძნება არ ქონდა არანაირი. აქვს კიდევაც თავის ნაწერებში, რომ იმ დღეს ეს იქნება ჩემი მსახიობის ტრაგედია, როცა მე ვერ შევამჩნევ სხვის კარგ ნამუშევარს. მის მიმართ თუდად მომქცევი ადამიანების კარგ ნამუშევარს აფასებდა მისთვის ყველაზე მძიმე დროს. ეს არის მართლა საოცარი თვისება. ჯერ ეს ერთი თვითონ არ მოინდომა ამ ადამიანებზე წერა და ლაპარაკი. ეს იყო მისი მესაიდუმლე, მისი დღიური. მერე მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანების შვილები, რომლებიც ასევე აღარ არიან, ისინი იყვნენ ძალიან დიდი მეგობრები და გულშემატკივრები სერგოსი. იმიტომ რომ ერთ წრეში მოღვაწეობდა. მესამე ის, რომ გარდაცვლილებზე ლაპარაკი და მათი, ვთქვათ, თუ არასასიამოვნო ნამოქმედ არის გახმაურება, არ მგონია, რომ არის ღირსეული საქციელი და არავის არ ვუსურვებ ამის კეთებას. და ასე რომ არ გამწარებულიყო, შეიძლება ესეთი კარგი არტისტიც არ ყოფილიყო. ამიტომ ეს გვარები არის იგნორირებული. ნუ როგორ გითხრათ, შერბილებული მხოლოდ ეს არის და ეს არაფერი ნაწერში არ არის შეცვლილი. კი ბატონო, ჩვენ ახლა სულ ცოტა ხნით შევისვენოთ და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ქალბატონ ნინო კასაძესთან ერთად საუბარს. დროებით. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე.
რადიო მედი აგრძელებს მუშაობას ეთერშია გადაცემა ავანსცენა ნინო ზაქარიაძე ნინო კასრაძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები საუბრობთ სამ ტომეულზე წიგნზე რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა და რამდენიმე დღის წინ თეატრის ხელოვნების ქორეოგრაფიის მუზეუმში აღინიშნა სერგო ზაქარიაძის 100 წლის იუბილე. ქალბატონ ნინო კასრაძეს მიმართავ გაეცანით ამ წიგნს, რომ ჩვენ დასაწყისში ვახსენე, რომ არა ვართ განებივრებულები თეატრალური მოღვაწეების ესეთი მით უმეტეს ესეთ დაწერილი მემუარების წაკითხვას ხო არ იქნებოდა. აი რა განცდა დაგეუფლა და ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს თქვენი თვალთახედვით ამ წიგნს ქართული თეატრის მომავლისათვის? მეც მივესალმები ჩვენს მსმენელს, მოგესალმებით ყველა სტუდიაში, მადლობა მოწვევისთვის. ხლა არ მინდა ძალიან მაღალფარდოვანი ვიყო და ლაკონურად ჩამოვაყალიბო ის, რასაც ვფიქრობ სერგო ზაქარიაძის აი ამ სამტომეულთან, მისი მემუარების სამტომეულთან დაკავშირებით. პირველ რიგში ნამდვილად აღსანიშნავია ნინო ზაქარიაძის მისი შვილიშვილის ღვაწლი და არა როგორც ნათესავის, რომელმაც ეს გააკეთა, შვილიშვილი, რომელმაც თქვათ ბაბუის ხსოვნას, ეს ამას არ ეხება. ეს წიგნი არის ისეთი პროფესიონალური ნაშრომი, ისე მაღალ დონეზე შესრულებული პროფესიული ნაშრომი, აი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. იცი, ჩათვალოთ, რომ ადამიანმა გადადო თავისი საქმე, თავისი და მიუძღვნა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას აი 3 წელი. 3 წელი და რამდენიმე თვე. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ძალიან მაღალი მხატვრული ღირებულების და პროფესიული ღირებულების პროდუქტი შექმნა. აი ესე თუ ესე ვილაპარაკებ თანამედროვეებით მე ძალიან არა ვარ გაწაფული ამაში, მაგრამ ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ნინოს ეს აღტაცებას იმსახურებს, აი პირადად ჩემი მხრიდან როგორ არის ეს შედგენილი. ამ მასალამ რა თქმა უნდა, ამაშია საქმე. შექმნა თავის თავი. ამაზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მასალამ დაიმსახურა, მასალამ შექმნა და როგორც კი გაეცნობი ამ იმ წუთას მიხვდები, რომ ეს არ არის არანაირი შვილი ბებია ბაბუ არა, ეს გაეცნობოდა ალბათ მსგავს პროდუქტს შექმნიდა ისიც. ალბათ, ხო, მე ხლა შენ როგორც აი შემქმნელს ერთ-ერთს და მიუკერძოებელს, აი მინდა მადლობა გადაგიხადო ამის შექმნისთვის. ეხლა ეს გადავდოთ გვერდით. რა მინდა იცი თქვა ნიკა მართლაც არა ვართ არა ვართ ჩვენ განებივრებულები სწორედ აი ასეთი ტიპის ლიტერატურით და რატომ იცი ჩვენ იცი როგორ იყო ყველაფერი ჩვენს გარშემო იყო აი რაღაც ის იყო კერპებად იყო ქცეული ჩვენ როდესაც ვიზრდებოდი და ვსწავლობდი და აი ამ რაღაცა მეგალომანიამ ყველაფრის ქებამ აი ზოგჯერ დამსახურებულად ხშირად არც ვიცი დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად არ ვიცი არაფერი არ წამიკითხავს ამის შესახებ იცი ჩვენ წინამორბედებზე ვსაუბრობ და ამან შექმნა ძალიან დიდი დისტანცია ჩვენ მათ ვეტრფით ვეთაყვანებით მაგრამ რატომ არ ვიცი მხოლოდ ინსტიტუტში რასაც გვიყვებოდნენ ან რაც გვინახავთ აუ რა კარგია მაგრამ ამის იქით არ მიდის და მერწმუნე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ შენ გაერკვე რა იყო შენი წარსული რატომ არის ის საამაყო რითია დასაფასებელი და რა შეგიძლია შენ იქიდან გამოიტანო რომ გააგრძელო გზა იცი ძალიან მნიშვნელოვანია ერთხელ შვილი ჩაფიქრდეს მის მშობლის რაობაზე ამას დიდი მნიშვნელობს რომ შემდეგ მის შულში გაგრძელდეს ტრადიცია და რაღაცა ტრადიცია შეწყდეს იცი რაც მადნე ტრადიცია აი ახლა მაგალითად სერგო ზაქარია რა უცნაური იცი სანამ ამას წავიკითხავდი ჩემი ფავორიტი მე სულ ამას ვამბობდი იყო სერგო ზაქარიაძე და ვასო და აკაკი ვასაძე ძალიან ხშირად იცი რითი იცი შრომის მოყვარეობა გარდა იმისა რომ ისინი არიან ისეთები როგორიც არიან აი განმორჩეული თვისება ყველა მათზე ასე საუბრობდა ყველა მათ ასე ახასიათებდა და განსაკუთრებით ბატონ სერგოს რომ შრომის მოყვარეობა აი რაღაცა საოცარი და აი ეს ვიცი ის რა დამაფიქრებელია ზოგჯერ ჩიხში ხარ არ იცი რა გააკეთო და უცებ არის მაგალითი რაღაცა შენთვის რომ იყოს კაცი რომელიც თავისი შრომით თავისი მიზანსწრაფულობით თავისი აი ნიჩს კიდე უფრო აელვარებდა კიდე უფრო აღრმავებდა და გამოსდიოდა და შენთვის ეს მაგალითია სტიმული აი ასეთ იყო რაღაცა ლეგენდა ჩემთვის სერგო ზაქარიაძე ლეგენდა მაგრამ უკვე რაღაცა ახლობელი და შემდეგ ვკითხულობ ამ წიგნს და ვხვდები რომ არაფერი შემთხვევით მაინც არ ხდება ეს არის რაღაცა კავშირი რომელსაც შენ უნებლიეთ გრძნობ და იშლება შენ წიგნი ეს არის ჩემთვის უძვირფასესი წიგნი იმ კუთხით რომ
ეს პროფესიული გამოცდილება, არა მხოლოდ მოგონებები, კურიოზები, რა კარგია, დიდი იუმორით თუნდაც, არა, პროფესიული სახელმძღვანელო. იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაო, როგორ არ უნდა იმუშაო, ან საერთოდაც რა არის მსახიობის მუშაობა. როდის უნდა დაისვენო, როდის არ უნდა დაისვენო, როდესაც შენ გაქვს პაუზა, რა შეგიძლია კიდევ რომ აკეთო, მასალას როგორ უნდა მიუდგე, როგორ განავითარო შენი თვალსაჩინო, დაუშვათ როგორ უნდა მიუდგე პოეზიას, მაშინ როდესაც შეიძლება თეატრში არა გაქვს საქმე, ან ორივე ერთად. და საერთოდ რა არის, საიდან პოულობს მსახიობის შთაგონებას? როგორ ხვეთს თავის ოსტატობას? საერთოდ დისციპლინა რა კავშირშია ნიჭთან, რა პირველადია? თვითორგანიზებულობა, დისციპლინა თუ მხოლოდ ნიჭი, კავშირი სამყაროს. იცი? ეს არის როგორც სახელმძღვანელო. აი მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა ასწავლიდნენ. აი ამაზე უნდა იყოს საუბარი. აი თუ ამას წაიგითხა სტუდენტი, მისთვის ბევრი რამე იცი, უფრო იოლი გახდება ნიკა, ვიდრე ჩვენთვის, რომელიც მაინც აი იცი როგორც ტყეში ისე გავდიოდით, აი რაღაც შინაგანი ინტუიციით და პედაგოგების დახმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ სიტყვაზე ენდობოდით. ეხლა მე არ გამიბრაზდეს არავინ, ვინც შეიძლება ვიღაც გვისმენს, მაგრამ მაინც ძალიან დისტანცირებულები ვიყავით ჩვენ. ყოველთვის ყველგან, ყველა ქვეყანაში, ყველა დროში არის ესე, თუ არ არის შუალედში ის მესიჯი, ან ადამიანი, ვინც ამას გადმოგცემს რა, მაშინ ძნელია, ხომ წარმოიდგინო რა ხდებოდა იქ სინამდვილეში. ხო, მაგრამ საქმეც ის არის, რომ მე მგონი სადღაც სხვაგან ამას უფრო მეტი ყურადღება ექცევა ვიდრე ჩვენთან. აი, სწორედ მაგაზე მინდოდა ლაპარაკი. ეს თრუფოც ამას ემსახურებოდა. სწორედ ამაზე მინდოდა, ამის შესახებ მინდოდა მეთქვა, რომ მხოლოდ სერგოს დანატოვარი არ დებს არქივებში. არქივების სავსეა ფასდაუდებელი საგანძურებით, რომელიც ვატყობინებს წარსულის შესახებ. ფასდაუდებელ ამბებს გვაწვდის. და რაც მთავარია, არქივზე მუშაობა ეს არის რაღაცა განსხვავებული თურმე მდგომარეობა ადამიანის. ეს არის დროის მანქანა, გადაინაცვლებს კითხველი სხვა დროში, როცა ამას ეძებს და მთავარი ის კი არ არის საკუთარი ემოცია გადმოსცეს არქივის შესწავლისას და მისი გამოქვეყნებისას. ეს უკვე არის შეცვლა, ხომ, დამახინჯება თუ თვლილება იმ მოვლენების, იმ ჭეშმარიტების, რაც იგდებს, იმ ემოციის, იმ სულის. საკუთარი ემოცია თუ გადაეფარა, საკუთარი ინტერპრეტაცია, ის უკვე კარგავს თავის ძალს. თავარია რომ გულისყური გქონდეს სამკითხოს, გულისყური ნებისყოფა და მოთფინება, რომ იქიდან წამოიღოს ის, რასაც ხელნაწერები გეუბნებიან. აი ეს არის მთავარი და ამაზე მინდა რომ დახარჯოს დრო ჩვენმა ახალგაზრდობამ, თეატრცოდნე იქნება ეს კინოცოდნე, ლიტერატორი, მეცნიერების ისტორიის შემსწავლელი თუ ვინმე სხვა, რომ ერთი წერილით ან რაღაც ერთი ნაგლეჯით კი არ შექმნას პორტრეტი ამა თუ იმ ადამიანის. მე მოწმე ვარ, როდესაც ერთი პატარა წერილის შედეგად ვიღაცა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ძალიან დიდი ღვაწლი, ჩვენი ქვეყნის წინაშე ძალიან ნეგატიურად წარმოჩინდა ერთ-ერთ პროდუქტი. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ არის ეს საშუალება, არის ეს სივრცე, სადაც შეგიძლია თავი იგრძნო ისე, რომ თითქოს ასულები რაღაცას გიყვებიან, თავარია მოусმინო. მოусმინო კარგად და მაშინ იმ ამბავს წამოიღებ ისე, როგორიც ეს ამბავი იყო სინამდვილეში. ნუ ეს კიდე სხვა საუბრის თემა, იმიტომ რომ პროფესიონალები სჭირდება, ვინც ამას ყველაფერს წამოიღებს ამ არქივებიდან და მე ეცოდინება სად მიიტანოს ეს ყველაფერი, სად დაბეჭდოს და ამაში რაღაცა ჰონორარი ეღო და როცა თეატრცოდნეს იმის ფული არ აქვს, რომ მუზეუმამდე მივიდეს და მარშრუტკაში 80 თეთრი გადაიხადოს, ძნელია. მე მესმის რომ რთული რომ ეს ყველაფერი მოვთხოვოთ. ქალბატონო ნინო, მე როგორც ვიცი თქვენ რამდენიმე მის ნაკვესის საკითხოს კიდე ორ სიტყვას ვიტყვი უბრალოდ აი ზუსტად ამასთან დაკავშირებით, იცით, აი განსვიფრებული ვიყავი სწორედ იმით, რომ ბატონი სერგო არის, აი იცი, რომ წერს ეს არის, აი პრაქტიკოსი ესეისტი, პრაქტიკოსი, იცი, ის წერს ყველაფერს, რაც უგრძნია, რაც განუცდია, რაზეც უფიქრია და
ეს კიდე აი ძალიან მნიშვნელოვანი, იცი, იმდენ საერთოს ნახულ პოულობ, იმდეს თუ საერთოს არა, ყოველ შემთხვევაში შენთვის რაღაცა ხო ახლობელი და იცი რა, აი გზამკვლევია, ძალიან მნიშვნელოვანია და ის რაც ჩვენ გონია რომ ზოგჯერ შენ აწყდები იმ კედლებს, შენ ვერ ხვდები და აი ეს ყველაფერი უკვე არის კლასიფიცირებული, ეს არის თავმოყრილი, ამაზე უფიქრია, გაუვლია, აი გამოსავალი უპოვნია და შენამდე მოუტანია, იცი, მოაზროვნე, იცი რა დიდი მნიშვნელობა აქვს, მეცნიერებად აქვს ქცეული ეს თავის საქმეში, როგორი პასუხისმგებლობით ექცოდა პატივისცემით თავის საქმეს და ეს არის იცი, როგორც მოაზროვნე, რომელიც ამას თან იქვე აფიქსირებს, იცი რა რთულია, ბევრი მსახიობი ვერ გეტყვის, რატო აკეთებ ამას ასე ტყვის, არც იცი, აი მე ჩემი განწყობა, აი ავდექი ღამე დამესის რა, აი იცი ბატონ სერგოს როგორ აქვს ისე ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა, ყველაფერზე აქვს ნაფიქრი, დღეს თუ არა, შემდეგ რამოდენიმე წერილის მერე მიხვდები, ისე კარგად აქვს ერთხელ რაღაცას ვკითხულობდი და მალიკო მრევლიშვილი მოვიდაო და მითხრაო ბატონო სერგო, რატო კითხულობდო ლექსო, როგორც მოთხრობასო, აზრიო, რატო ლექსად უნდა წაიკითხოს და ისე კარგად უწერია, წავედიო, ლექსად უნდა წავიკითხო, ლექსათო ისე დავწვევიო და ვფიქრობ ლექსათო აგერო იმაშიო ნიჟარაში წყალი წყარუნობსო და მე კიდევ ვფიქრობ ქალბატონო მალიკო ლექსათო ეს გეს აწვალებ და ფიქრობდა და მე ამბობს რომ გავიდა რაღაც და დილას ავდექი არა ქალბატონო მალიკო მე ყოველთვის ვეცდები რომ ლექს აზრი არ დაუკარგო ის ამოვხსნა და ის რომ ლექსი რითმა ეს ლექსი წააკითხებს ადამიანს თავის თავს კარგი და ეგეც უწერია ლექსი წააკითხებს ლექსს მაგრამ ეს რა შრომის შედეგია რა ფიქრის შედეგი რა ანალიზის შედეგი და შემდეგ მე როცა usmen მე როცა ვარჯიშობ ხშირად ძალიან მათ შორის ბატონ სერგოს წაკითხოს usmen და იცი გატენილია რაღაცა შრომით გატენილი ის რაღაცაზე არის დაყრდნობილი ფუჭი სიტყვები კი არა აი რაღაცა შრომით და ფიქრით შრომით და იცი როგორ არის აი რაღაცაზე არის ესეთი სოლიდურ რაღაცას დაყრდნობილი იცი და ყველა სიტყვას აქვს ფასი ახლა ძალიან რო არ გამიგრძელდეს აი სწორედ იმას წავიკითხავ რასაც მგონია რომ რაზეც მე ახლა ვსაუბრობ და ის სისტემა როგორ უფიქრია ცოდნა სისტემისა სისტემა გულისხმობს ამ ჩვენი პროფესიული მისი ხო ჩვენი ოსტატობის და საერთოდ ჩვენი ცოდნა სისტემისა კი არ აკეთებს მაღალ შემოქმედებას არამედ თვით მაღალი შემოქმედება ბადებს თვისებებს რომელიც მერე სისტემას ემსგავსება ენით უთქმელი შრომის პროცესმა უნდა დაბადოს გააჩინოს ის აუცილებელი ელემენტები რომელნიც სისტემას უდევს ქვაკუთხედად ამასთან ეს ელემენტები ნიჭის ნაყოფიცაა. ეს თვისებები ცოცხალია, შენია, შენი სისხლი და ხორცია. ისინი იშვნენ შენში, შენი აუცილებლობის გამო. ისინი დაბადა შენმა შემოქმედებითმა ტანჯვამ და ხანგრძლივმა დრომ, დროის და ენერგიის უსასრულობამ. ეს უმრავლესობისთვის მიუწვდენელია. ამას ერთეულები აღწევენ. სისტემამ ჩვენ შესაძლებელია განგვავითაროს მხოლოდ სისტემა ვერშობს მაღალ შემოქმედებას და აი ეს არის ჩვენ მთავარი სიტყვები მე ასე მგონი ამის სისტემა იმის სისტემა მაგრამ ეს სისტემები მხოლოდ ეს სისტემები არის მკვდარი ამაში არაფერი არ არის თუ ამაში არ დებს დიდი შემოქმედებითი ნიჭი რომელიც მე თავად იცი ქმნის სისტემას და თავად მიდის მე სისტემამდე სახიობი ნიჭიერია სახიობიცი თვითონ იგონებს იმ თავის სისტემას რომელსაც 99% ვერ აგიხსნის ამაში ყვაძი ამბობდა რომ მე არ ვიცი როგორ მუშაობ სერგო ზაქარიაძე ხსნის ამას აი ეს არის საოცრება ის აღმას ხსნის ქალბატონო ნინო აი სამწუხარო ძალიან მცირეა ტირაჟი და არ არის შესაძლებლობა რომ გაიყიდოს ეს წიგნი ხო არ იგეგმება რომ ან ინტერნეტში დაიდოს მასალა ან აი სად შეიძლება რომ ბიბლიოთეკებში ალბათ ხო რომ მივიდნენ და გაეცნონ ან ბიბლიოთეკებისთვის წესით უნდა გადაეცა თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრს დედაქალაქის ბიბლიოთეკებისთვის რაც შეეხება რაიონული ბიბლიოთეკები წიგნების გადაცემას ამაზე ძალიან ბევრი ვიზრუნე ნიკა ვიყავი საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორთანაც ყველა ღონე ვიხმარე მაგრამ მიზანს ვერ მივახციე სამწუხაროდ ის კი არა რეგიონული თეატრების ხელმძღვანელებისთვის რომ მიეწოდებინათ წიგნები სამინისტროდან ამაზეც
იქაურმა თანამშრომელმა ძალიან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ ეს გადაესა დროულად. სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის, ტირაჟი იყო მცირე. ძალიან ბევრი ეგზემპლარი არის არ ვიცი, უმისამართოდ წასული, როგორც ცენტრიდან ასევე არ ვიცი, დაახლოებით 150-მდე წიგნის პატრონი არ ვიცი ვინ არის, იმიტომ რომ სიაც კი მოწესრიგებული იყო, რომ არც ერთი რეჟისორი, არტისტი, მწერალი არ დარჩენილიყო ამ წიგნის გარეშე, თუმცა, იდეალურად არაფერი არ გამოდის. რაც შეეხება ხელმეორე გამოცემას, ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ მოგვარდება ეს ამბავი, მაგრამ რომ უნდა მოგვარდეს, ფაქტია და რა ვიცი, მოусმენ რჩევებს, გავივლი კონსულტაციებს და როგორც გამოვა, ალბათ შევეცდებით ძალიან, რომ ეს გამოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრია დაინტერესებული. სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილმა 45 წუთმა გაირბინა უცბად. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოვბრძანდით ჩვენთან გადაცემაში. დიდი მადლობა, რომ მომეხმარეთ, რომ მიგვეტანა ეს ყველაფერი რადიო მსმენელებამდე და ბიბლიოთეკებში, დედაქალაქში და ალბათ რეგიონებშიც მალე იქნება ეს წიგნი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონ ნინო, რასაც დაისახავს, ამას მიიღო ans ბოლომდე და გისურვებთ წარმატებას. თეატრში სეზონები დახურულია, მაგრამ შეგვიძლია კომპიუტერში, YouTube-ში ვნახოთ სპექტაკლების ჩანაწერები, სექტემბრიდან კი ახალი პრემიერებით იმედი მაქვს, რომ თეატრები ემზადება, უკვე გახსნიან სეზონს. მომავალ შეხვედრამდე კარგად წანდებოდეთ. დიდი მადლობა ძალიან. ქალბატონი ნინო ზაქარიაძე და ქალბატონი ნინო კასრაძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. მადლობა, კარგად წანდებოდეთ. ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე.